ეხლა გავაკეთოთ ერთი ფრეად საჭირო ინსტრუმენტი. ყიდვამ რომ არ მოგვიწიოს, ეს არის მიკრობიოლოგიური მარკუჟი, უпростоრად მიკრობიოლოგიური ელის მსგავსი უჯრედების გამონაწილებელი. აი მე გაკეთებულიც ამაქვს ერთი უკვე შეხედეთ. აი აგერ ეს არ არის ქარხნული, რა თქმა უნდა. ქარხნულად ეს არსებობს, იყიდება, მაგრამ უნდა სპეციალიზებულ ფირმაში მიხვიდეთ ამის საყიდლად და ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია სახლში და იმუშავებს ზუსტად ისე, როგორც ქარხნული მუშაობს. აი ავიღოთ ასეთი საკანცელარიო სკრეპი და გავასწოროთ. ეხლა ის დაფარული არის პლასტმასის ფენით. ეხლა მაგრამ მის ქვევით არის აი ამ პლასტმასის ქვევით გახლავთ უჟანგავი ფოლადი. ეხლა მე ამას გავთვლი. აი ამ ნაწილს დავტოვებ სახელურად, აი თუ ხედავთ ბოლოში და ეს გავთავოთ სულადვილი გასათლელი გახლავთ. აი წავაწერე ესა. აი წამდროალი ნაწილი და აი აქ უკვე გამოჩნდა ლითონი. ყველაზე კარგი მასალა ამისათვის არის ნიხრომის მავთული, მაგრამ ეხლა სახში არ მაქვს ამ წუთში და ვისაც აქვს შეუძლია ნიხრომის მავთულისაგან გააკეთოს. ეხლა ნახეთ რას ვაკეთებ. აი ესეთი ბოლო გავუკეთე პატარა და შემდეგ მეორეჯერ ცოტა უფრო მეტად გადავუყურე. აი აბატონო. ეხლა აი ამ ბოლოზე მინდა აი ეს ჩამოვაცვა და შემდეგ ეს თერმოუსადგა არის დაპაიკებული ან გადაბმების ადგილის მავთულების გადაბმების ადგილის დასაფარად. პატარა ჩამოვჭერი ეს თერმოუსადგა. თუ ვინმეს არ აქვს ეხლა ბაზრობაზე კი არა, მე მგონი ნებისმიერ სამეურნეო მაღაზიაშია და მე უნდა დავსვათ თერმულად, აი. მორჩა ეს აღარ მოძურება, აი ეს ბოლო შანსი არ არის მოძურეს. აბატონო, აი კიდევ ერთი ცალი გავაკეთე. ეხლა ერთ ცალსაც დიდს გავაკეთებ, იმიტომ რომ დიდი საჭირო არის. ეხლა აქ მავთულის იდეალურად გასწორებას არანაირი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რომ ეს ელის ფორმის ეს ჰოკეის ჯოხის ნაირი პირი ჰქონდეს. ვიმეორებ. ეს არის ინგლისურად ესე ეძახიან L-shaped cell spreader. ანუ უჯრედების გამონაწილებელი ელის ფორმისა. ეს ეხლა ცოტა ესე დავსვათ რომ ეს ჩამოეცვას. აი შეხედეთ როგორი ფორმა მივეცი, ეს ცოტა გავაბრტყელე, აი აქ გასწორებულია. ეხლა ისევე
ზუსტად იგივეს ვაკეთებ. ოღონდ ეს ცოტა უფრო დიდი იქნება. აბატონო. მე მოვუღუნე. შეხედეთ, როგორი ფორმა მივეცი. ეს გახლავთ, ეს არ არის სავალდებულო რომ ეს სტარი და ეს ერთ სიბრტყეში იყოს. დაახლოებით ამ სიგრძისა ჩამოვაჭრათ, ხო? ესეც ესე. ეხლა ისევ თერმულად მივიპრესოთ. მორჩა ეხლა დიდი ესთეტიკით ესენი არ გამოირჩევა, მაგრამ ეხლა ეს არ არის, თქვათ, რაღაც სამკაული, რომელიც სადღაც წარმომადგენლობით საღამოზე უნდა გავიკეთოთ. ეს არის მიკრობიოლოგიური მარყუჟი არ აქვია, საერთოდ ჟარგონით ამასაც მარყუჟს ეძახიან ხოლმე, მაგრამ უჯრედების გამონაწილებელი ქვია ელის ფორმისა. ესენი დაგჭირდება გელზე გადათესვისას უჯრედების განაწილებისათვის.